სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ყოლა სამგდელონო, მეუფენო, პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ამაღლების დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოლოცვას და კურთხევას. უფალი იესო ქრისტე თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უკანასკნელად გამოეცხადა მოწაფეებს და უბრძანა არ განშორებოდნენ იერუსალიმს და დალოდებოდნენ მათზე სულიწმინდის გადმოსვლას. შემდეგ წაიყვანა ისინი ელეონის მთაზე, ხელები აღაპყრო, აკურთხა ისინი და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცად. და აი სანამ ისინი ზეცაში იყურებოდნენ, წარუდგა მათ ორი კაცი, ანგელოზები, თეთრ სამოსში, რომლებმაც უთხრეს მათ, რომ ეს იესო, რომელიც თქვენ იხილეთ, ზეცად აღმავალი, ისევე მოვა, როგორც თქვენ იხილეთ, როგორ მაღლდებოდა ზეცად. და აი წმინდა სახარება მოგვითხრობს, რომ მოციქულები დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით. თითქოს უფალი იესო ქრისტე მათ განეშორა, წავიდა მათგან. დამთავრდა ის ყოველდღიური სიხარული მასთან ურთიერთობის. მაშ რატომ უხაროდათ ასე? და რა არის ასევე ჩვენი დღევანდელი ზეიმის და სიხარულის მიზეზი? ჩვენ დღეს ვხარობთ და ვზეიმობთ, იმიტომ ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ზეცად ამაღლებით უფალმა ცაში აიყვანა ადამიანი, ადამიანის ბუნება, ადამიანის სხეული და ამიერიდან ის მჯდომარეა მარჯვენით მამისა, როგორც ნათქვამია ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოში. და ეს სიტყვები გულისხმობს იმ დიდებას და პატივს, რომელიც აქვს უფალ იესო ქრისტეს კაცობრიუ ბუნებას, რომ ოდესღაც დარღვეული კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის დღეს აღდგენილია. ღვთაება შეუერთდა კაცობრიუ ბუნებას და ეს შეერთება მარადიულია. ამას ვზეიმობთ დღეს ჩვენ. ასევე უფალმა თავისი ზეცად ამაღლებით ზეცისკენ გზა გაუხსნა ორწმუნეებს, ჩვენ ყველას. და ამასაც იგი არაერთხელ ამბობდა თავის მოწაფეებთან საუბრებში, რომ მე მივდივარ, რომ გაგიმზადოთ თქვენ ადგილი და ისევ მოვალ და წაგიყვანთ ჩემთან, რათა სადაც მე ვარ, თქვენს იქ იყოთ. ამასვე ასწავლის წმინდა პავლე მოციქული, როცა წერს, რომ უფალი იესო ქრისტე ჩვენთვის წინამორბედად შევიდა ზეციურ წმინდათა წმინდათაში. წინამორბედი ხომ იცით რას ნიშნავს? ეს არის ის, ვინც წინ მიდის, გზას უკვალავს სხვებს. და იესო ქრისტე შევიდა როგორც პირველი იმისთვის, რომ გვიჩვენოს გზა ზეცისკენ და ეს გზა გაგვიადვილოს. და აი წმინდა ეკლესიაში მასთან ზიარებით ჩვენ გვეძლევა საშუალება მასთან ერთად ყოფნის და მის აი ამ დიდებაში მონაწილეობის მიღების, მონაწილეობის. ამასაც გვასწავლის წმინდა პავლე მოციქული, როცა ამბობს, რომ ღმერთმა ჩვენ ქრისტესთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა
ზეცად ქრისტე იესოში. და ამ დღესასწაულის მნიშვნელობა ჩვენი სულის გადარჩენისთვის კიდევ იმაში მდგომარეობს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უფლის ამაღლებით გზა გაეხსნა ყოვლადწმინდა სამების მესამე ჰიპოსტას, სული წმინდას, დედამიწაზე მოვლინებისთვის. სული წმინდა ღმერთი მოევლინა კაცობრიობას, გარდა მოვიდა ჩვენზე, რომ აცხოვნოს ჩვენი სულები, განგვწმინდოს ჩვენ სული წმინდის იმ ნიჭებით, რომლებიც მოქმედებს ეკლესიაში. აი რას ვზეიმობ დღეს ჩვენ, აი რა უხაროდათ წმინდა მოციქულებს, როდესაც ბრუნდებოდნენ იერუსალიმში, რადგან დიახ განშორდა მათ უფალი, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ეს განშორება არ არის მუდმივი, სამუდამო. რადგან მათ ახსოვდათ კიდევ ერთი დანაპირები, იესო ქრისტესი. არ დაგტოვებ თქვენ ობლად. მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ასე რომ ძვირფასო ძმებო და დებო, ვიდგეთ მტკიცეთ, არაფრის გვეშინოდეს, რადგან უფალი იყო, არის და იქნება ჩვენთან, ოღონდაც ჩვენ გვქონდეს მის მიერ დაარსებული ეკლესიის რწმენა და სიყვარული, იმ ეკლესიისა, რომელშიც მოქმედებს სული წმინდის მაცხოვნებელი მადლი და მაშინ, როგორც ნათქვამია დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში, ვერ ვინ შემძლებელ იქნება ვნებად ჩვენ და. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, მე მინდა დღეს დიდი სიყვარულით განსაკუთრებით მიულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორის ამაღლების დღესასწაული, ვინაიდან მან მთელი თავისი სიცოცხლე და მოღვაწეობა მიუძღვნა ქართველი ერის სულიერ ამაღლებას. და ამ ღვაწლის დიდ შედეგებს და ნაყოფებს დღეს ჩვენ ვხედავთ და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას და ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. დღეს ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი თარიღი, მის მაღალ ყოვლადუსამდელოესობას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელს დღეს შეუსრულდა 70 წელი. აი ასეთი საიუბილეო თარიღია, ძვირფასო მეუფეო, გილოცავთ ამ დღეს დიდი სიყვარულით. თქვენც ხართ დიდი მონაწილე აი ამ სულიერი ქართველი ერის ამაღლების, რომელსაც მიუძღვის მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამდენი წელია, ესე მშვენივრად და ღირსეულად. თქვენ ხართ მის გვერდში, იყავით და ხართ მისი უახლოესი თანამოსაგრე. მრავალი წელია ხელმძღვანელობთ მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილებას და თქვენი ღვაწლით და ლოცვით მრავალი ადამიანი მოვიდა ეკლესიის წიაღში. თქვენი სულიერი შვილები დღეს მსახურობენ და მოღვაწეობენ წმინდა სინოდში, სხვადასხვა ეკლესია მონასტრებში, წინამძღვრები, სამღვდელოება, ბერბონაზნობა, ასე რომ აი ესეთი მასშტაბურია ასევე თქვენი ღვაწლის და ამისთვის რა თქმა უნდა დიდ მადლობას გიხდით და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მომავალ კიდევ დიდ წარმატებებს აი ამ სულიერ სარბიელზე, თქვენს ეპარქიასთან ერთად. დღეს ჩვენთან იმყოფება მისი მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობა ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რომელსაც მომზადებული აქვს მისი ეპარქიის სახელით შესანიშნავი საჩუქარი. ეს არის ვლადიმერის ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატის ასლი, რომელსაც იგი მას ახლა გადასცემს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა მოგმადლოთ სულიერი ამაღლება თქვენ და სრულიად საქართველოს
ამინ.